ცხადი არ მომითვლია რამდენი ქართული სიტყვა ვიცი. არ მომითვლია, კვლავ ვიმეორებ, შეუძლებელიც არის მოთვლა, დათვლა, დაანგარიშება, რასაკვირველია. მაგრამ ჩემს სიტყვათა მარაგში ცოტა სიტყვა ალბათ მაინც არ იქნება. არ ვიცი, ამდენი კვლავ ვიმეორებ. შეგვიძლია პრინციპში ვკითხოთ ChatGPT-ს საშუალოდ განათლებული ადამიანი რამდენ სიტყვას ფლობს რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად საქართველოში, ალბათ გვიპასუხებს, არ ვიცი. მოკლედ, მე არც თუ დიდი ხნის წინ გავიგე ასეთი სიტყვა, გავისწავლე აგვარი სიტყვა ასასი. და ეხლა მე თქვენ ერთ უცნაურ კაცს გაჩვენებთ. ნინგა ნუ მიშლი მე. ნინგა ნუ მიშლი. ხელი აკაფარებული ჩემს ვირფას სოლს. უწიოთ. აი, ჩემის ვირფასი მეუღლე, რომელიც წინ მიზის და მუშაობს ვიდეო ბლოგზე. რა უცნაურად დავიწყეთ, ხო? მოკლედ, ინგამ მასწავლა, დამასწავლა სიტყვა ასასი. შინაარსი რა არის, ინგამ მითხარი იმუდარები რა. თავზე დადგას კონტროლიორად. კონტროლიორი, მაკონტროლებელი. ხო? ასასივით მადგას თავზე. ასე დავიწყეთ ხერის დებართვით ვიდეო ბლოგი, ახლა გაცილებით საინტერესო ამბავზე ვისაუბროთ. თითოეულ თქვენგანს ისევე როგორც მე, არაერთხელ გვიფიქრია, ვინ უნდა იყოს საქართველოს მომავალი ელიტა, როგორი ადამიანები უნდა იყვნენ, კონკრეტულად ვინ უნდა იყოს. ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრის ან პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი უნდა იყოსო და მართალი ბრძანებაა განა არავითარ შემთხვევაში არც ერთ მათგანს ხაზგასმით ვამბობ, ან ბევრ მათგანს მე არ ვაკნინებ. განსაკუთრებით მათ, ვინც საპატიმროში ერთხელ მაინც მოხვდა, ვინც გაუძლო ამ რეპრესიულ მანქანას, ამ მარწუხებს, მაგალითად ელენე ხოშტარი ახლაც არის საპატიმროში და ჩემი უზარმაზარი პატივისცემა ლაკას, ჩემს მეგობარს. ნიკა მელიას ჩემი უზარმაზარი პატივისცემა, სხვებს და სხვებს. ასევე გარეთ მყოფებსაც, აი ალიანსი რომ გააკეთეს ახლა, 9 პარტია შედის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ძირძველი და შედარებით ახალი პარტია, რომელია სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ვინც ახლახან შეიქმნა. შესაძლოა ეს არის თავისუფლების მოედანი ლევან სუცქიის და შესაძლოა ეს არის ფედერალისტები. გიგა ბოკერია დიდი ხანია პოლიტიკაშია, მაგრამ ახალი პარტია ფედერალისტებს. მე მგონი უფრო მაინც თავისუფლების მოედანია, უფრო ახალი, უფრო ჭყინტი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველას უდასტურებ პატივისცემას, ვინც იყო საპატიმროში, ვინც არის საპატიმროში, ვინც რაღაცას ცუდი გაგებით არ ვლაპარაკობ ამას, ფაფხურობს ამ ურთულეს ვითარებაში. ძალიან რთულია, წარმოუდგენელია გამკლავება ამ რეპრესიულ ქართულ, რუსულ, იგივ რუსულ ოცნებასთან. ბევრი რამე სასაკვირველია ჩვენ ამ პარტიებს საყვედურობთ, ბევრ ჩვენგანს აქვს საკუთარი აზრი იმასთან დაკავშირებით, რა უნდა თქვან, რა უნდა გააკეთონ. ედავებიან ერთ პოლიტიკოსს, ედავებიან მეორე პოლიტიკოსს, იწუნებენ და არა იწონებენ ამა თუ იმ პოლიტიკოსის მოსაზრებებს, პოზიციებს, უსწორებენ მათ. აი მაგალითად ახსენოთ, ხო, მაგალითად არაეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, რომლის გვარის თქვენ არ იცით, მე კი ვიცი. მაგრამ აი მაგალითად ძალიან აქტიურია თამარ ჩერგოლეიშვილი და მისი ეს რიტორიკა, ფორმები უფრო ასე ამბობენ ხოლმე, რომ ფორმებს ვუწუნებთ თამარ ჩერგოლეიშვილს. ეს არა ვარ ხოლმე გულახდილად გეტყვით, ესყიდება თამარს, მაგრამ მაინც ან შესაძლოა არც ეწყინოს მოხიბლული თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხატვის ფორმებით. ხშირ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ აი გარკვეულ შემთხვევებში შინაარსშიც არ ვეთანხმები. აგრესიულია. მე მგონი რომ აგრესიულობა ახლა არ შეიძლება სხვანაირად მიაჩნია. გარკვეულ შემთხვევებში ხშირად თამარ ჩერგოლეიშვილი ფორმებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, კვლავ ვიმეორებ, მართალია. არა ყველა შემთხვევაში, ჩემი აზრით, აი ჩემს პოზიციას გადმოგცემ. თამარ ჩერგოლეიშვილი აქტიური, აქტიური არ მისყენს ამასაც. მე მგონი რომ ტანტრუმები ემართება ამ ასაკში, მაგრამ ამასაც უარყოფითი შინაარსით უარყოფითი კონოტაციით არ ვამბობ. მას თავისი გამორჩეული ადგილი აქვს ამ პარტიებში, ამ ოპოზიციაში. ეს ოპოზიცია ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ არ არის ერთნაირი, ეს არის
ერთიანი მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ტაქტიკური მოსაზრებებისა და გამო გაერთიანებული. არ მოგწონს რასაც თამაზეც რო არ ვილაპარაკოთ ხალხ, ხო, მაგალითად თინა ბოკუჩავა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება რომ არ მოგწონდეს, ან ნიკა გვარამია შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ერთობა ხო რომ აუცილებელი იყო და რაღაცა გეგმების დასახვა ესეც ფაქტია. ხო და ვიფიქრობთ ასასებივით რო გვადგანან ეს პოლიტიკოსები ან ჩვენ ვადგავართ უბრალოდ რო ვიყო ვფიქრობთ როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ელიტა მომავალში რომელიც ჩაიბარებს ხელისუფლებას რომელიც ჩაიბარებს ქვეყანას და იქნება ქვეყნის მართლობაში კოალიციურად მაინც ალბათ და მიხვება იმ გეგმებს რომლებსაც დაასახავს მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას რომ პოლიტიკური ელიტა დღევანდელი პოლიტიკური ელიტა მათ შორის იმიტომ რომ სხვაგვარი ელიტა ჩვენ არ აყვავს და ასე ერთბაშად ვერ ჩამოცვირდება თუ ვერ დაგვეცემა ციური მანანასავით პოლიტიკური ელიტები ან ლიდერებიც ვერ დაგვეცევიან თავზე ციური მანანასავით ამგვარი უნდა იყოს ამგვარი არის პოლიტიკური ელიტა და ეს პოლიტიკური ელიტა უნდა იყოს თანამონაწილე ხელისუფლებისა მან უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში მაგრამ სხვებზე არ ვფიქრობთ განა აი ხა ბევრი თქვენგანი ამბობს რომ პოლიტიკურად მაინც გამოუცდელები მაგრამ მეორე მხრივ გამობრძმედილები ბრძოლაში სინდისის პატიმრების ნაწილი უნდა შემოვიდეს პოლიტიკაში ორივე ხელი ამიწევი და ვამბობ რომ დიახ სინდისის პატიმრები ნაწილი ყველას არც მოუნდება ყველა თავის პროფესიას ბევრი თავის პროფესიას მიუბრუნდება ალბათ თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ ისინიც უნდა იყვნენ კოალიციურ ხელისუფლებაში მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ყოველ შემთხვევაში ისინი ვისაც პოლიტიკური იდენტობის შეძენა მოუნდება გვარებს ხადია ვერ შემოგთავაზებთ კი მახსენდება 2 3 4 5 ადამიანის სინდისის პატიმრის გვარი მაგრამ ისინიც ამდენადაც წარმოადგენენ ხმას ან სინდის ჩვენი ქვეყნისა პოლიტიკოსების ნაწილის ჩათვლით თუ არ იყოს ისინიც პოლიტიკურ პროცესში უნდა მონაწილეობენ არა ვართ ღარიბები მე მესმის რომ გვაქვს სამართლიანი პრეტენზიები პოლიტიკოსების ან სხვათა პოლიტიკაში ზოგადად მყოფთა მიმართ გვაქვს სამართლიანი პრეტენზიები მაგრამ ღარიბები ვართ მეთქი ამასაც ვერ ვიტყვი ისიც მესმის რომ გასული საუკუნის მაგალითად 90-იანი წლებისაგან განსხვავებით ინტელექტუალური პოლიტიკური დისკურსია საზოგადოებრივი პოლიტიკური დისკურსი არ არის ჩვენთან 90-იან წლებში იყო ამასაც რო ამბო პრინციპში საკუთარ მოსაზრებაშიც მეპარება ეჭვი იქ თავისი პრობლემები იმხანად თავისი პრობლემები იყო და აი ეს ორი სეგმენტია პრინციპში ხო ქართული ოცნება თუ განიდევნება მისი პრაქტიკულად არც ერთი წარმომადგენელი არ დარჩება საზოგადოებრივ პოლიტიკურ ასპარეზზე იმიტომ რომ პირველ ყოვლისა ინტელექტუალურად ვერ ქაჩავენ ეს ერთი და მეორე უკლებლივ ყველა კოზანოსტრა ბანდა არის და ქართული ოცნება უკლებლივ ყველა გადახლართულია ყოველ მეორესთან თითოეული მათგანი და შესაბამისად არის ბანდის წევრი და ბანდის წევრი სულ მაღალი ინტელექტუალი ტიპი იყოს რომელიმე მათგანი უბრალოდ არ გჭირდება. ოღონდ ეს მაღალი ინტელექტუალები არც პარტიაში და არც პარტიასთან მათ ნაკლებად ხავთ ან არ ახავთ ალბათ ასე ვიტყვი მათი ინტელექტი ვალობის მწვერვალი არის ზაზა შათირიშვილი და ზაზა შათირიშვილი ცხადია სათოფეზეც არ უნდა გააკარო ხელისუფლებასთან. აი ეს ორი ჯგუფი გამოვყავით სინდისის პატიმრები პოლიტპატიმრები და პოლიტიკოსები ერთად არც ერთი მათგანი არ გავაკრიტიკოთ მით უფრო სინდისის პატიმრები მაგრამ პოლიტიკოსებიც არ გავაკრიტიკოთ ან მათი ნაღები არ გამოვკრიტიკოთ რომლებიც ამ კონკურენციაში ისინი ერთმანეთთან უნდა შევიდნენ ხო ერთმანეთსაც დაჯაბრიან საკუთარ თავს გამოჩორკნიან ძალიან მიყვარს ეს სიტყვა გამოძერწავენ ხო საკუთარ მომავალს შექმნიან მართლა დასმულები კი არ იქნებიან ვინმეს მიერ აი ეს უნდა იყოს ლიდერი არამედ ამ ბუნებრივ ცუდი სიტყვა შესაძლოა მაგრამ სელექციაში მიიღებენ მონაწილეობას და ბუნებრივი სელექციის დროს წინწაწეულები იქნებიან გამოკვეთილი ლიდერები იქნებიან 1 2 7 რა ვიცი რამდენი პერსონალურად მე მიმაჩნდა და მიმაჩნია ბოლო პერიოდია განსაკუთრებით რომ ერთი ქარიზმატული ლიდერი უნდა გვყავდეს არ ვფიქრობდი ასე 2 თვის წინ და იმასაც ვეთანხმები ცალკეულმა პირებმა დაწერეს ფრიად საინტერესო მოსაზრება რომ ცალკეულ ლიდერს ვინმე კი არ უნდა კარდახობდეს რომ ეს უნდა იყოს ლიდერი იგი უგულავა
პატივისცემად ჩემს მიმართ, ჩემი გიგის ან სხვა რომელიმე არ ვიცი, პაატა ბურჭულაძე, ან ირაკლი თამარჩერგული, გიგა ბოკერია რა ვიცი, მამუკა ხაზარაც. ეს კი არ უნდა იყოს რაღაც ზემოდან ქვემოთ, არამედ ქვემოდან ზემოთ უნდა ამოიზარდოს, ბევრი მარცხი უნდა იწვნიოს, ბევრი შეცდომა უნდა დაუშვას, ბევრი გამარჯვებას უნდა მიაღწიოს, ბევრი ბოდიში უნდა მოიხადოს, ბევრჯერ უნდა შეუტიოს და ხანდახან მაინც უნდა დაიხიოს უკან, რომ ეს ლიდერი თავისთავადად შეიქმნას, ან თავისთავადად იყოს წარმოდგენილი და წინ წამოწეული ლიდერი. ზემოდან ვერავინ ვერაფერს ვერ უკარდახებს. აი ეს ორი ჯგუფი ხო გავავყავით. ასასივით კი მადგას ინგა თავზე და ხანდახან თვალებს ნიბრიალებს. აბა რას ამბობ, ორი თქმა გინდაო. ამ 15 წუთის წინ, ანუ ვიდრე ვიდეო ბლოგის დაწყებამდე 10 წუთი კი გავიდა ამასობაში. მე 1 საათის წინ გამოქვეყნებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფრიად საინტერესო Facebook სტატუსი წავიკითხე. ამ სტატუსს პრაქტიკულად სრულად არ ვიცი, მაგრამ აი თავიდან ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ნაწილობრივ წაგიკითხავთ, რამდენიმე ძირითად აქცენტზე გავამახვილებ ყურადღებას. პრეზიდენტ სააკაშვილისა, რომელიც ჩემი მოსაზრებით აქვე ვიტყვი, ამ პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, ის რამდენად უნდა იყოს პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი არ ვიცი, მაგრამ მიშა იმ მასშტაბის პოლიტიკოსია, ისეთი ხედვები აქვს, უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული, რომ მომავალ საქართველოში მან გაღიზიანდებიან კოცები, ვიცი, მაგრამ მან მონაწილეობა უნდა მიიღოს. ჩემი მოსაზრებით არა პირველ პოზიციაზე. ბარემ ვიტყვი, რომ გაღიზიანების, იმიტომ კი არა, რომ გაღიზიანების მასშტაბი თუ ხარისხი იყოს დაბალი, არამედ იმიტომ, რომ ობიექტურად ასე ვფიქრობ, ჩვენ არ გვყავს დასაკარგი პირები ჩვენ სინამდვილეში, ოღონდ რასაკვირველია, ბევრი გზა, დიდი გზა უნდა გაიაროს მიშამ გამოსვლის შემდეგ, როცა იქნება, მე ძალიან ძნელად წარმოვიდგენია კოცების პირობებში რასაკვირველია, ეს წარმოუდგენელი მგონია, მაგრამ მაინც. მოკლედ, ასეა თუ ისია, მიხეილ სააკაშვილს ვერ დაუკარგავ ხანდახან, ან ხანდახანზე იშვიათად, ან ხანდახანზე ხშირად ძალიან მასშტაბურ და სწორ ხედვებს, დღესაც კი. დაუწუნებ ბევრ ამას, მაგრამ ბევრ ამას მოიწონებ. აი 1 საათის წინ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს. უკრაინის შეერაღებული ძალების პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი, ფოტოსაც გაჩვენებთ გამოქვეყნებულ სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ, გიორგი ქუფარაშვილი. დაუბრუნდეთ მიშას პოსტს. ძალების პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი დაინიშნა უკრაინის ყველაზე სახელოვანი მესამე არმიის კორპუსის აზოვის, ყველას გახსოვთ, მექანიზებული პოლკის მეთაურად. გიორგი ქუფარაშვილი, ეგრა მაგის პასუხია, არ ვიცი ისიც თუ არა, არის აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი. გავბედავ და ვიტყვი, რომ ყველაფერი რასაკვირველი აზოვის პოლკის თაობაზე არ ვიცი, მაგრამ ბევრი რამ ვიცი. როდის დაარსდა, როგორ დაარსდა, ვინ მონაწილეობდა, ვინ რა წვლილი შეიტანა ქართველებმა. გიორგი იყო ჩემი პირადი დაცვის ოფიცერი და პრეზიდენტობის შემდეგ, ამერიკაში წასვლის შემდეგ წამომყვა ნიუ-იორკში, სადაც მეხმარებოდა რამდენიმე თვე, სანამ არ წავიდოდით ერთად უკრაინაში. იქ გულმა სამხედრო სამსახური პროფესიონალის სამხედროა, ხო, გიორგი ქუფარა და გაუწია და ანდრე ბელეცკისთან ერთად იყო აზოვის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, სწორს ამბობს მიშა სააკაშვილი, სადაც ის ხელმძღვანელობდა ჯარის მომზადებას და არა მხოლოდ, არემ გეტყვით. იქ გულმა მომზადებას. მარიუპოლის ალყის დროს, ეს არის საინტერესო და საოცარი ისტორია, ოდესმე კარგი და ესეთი გულმოდგინე ჟურნალისტები ალბათ ამას აღწერენ, შესაძლოა მეც და ჩემზე უფრო გულმოდგინენი ვინც არიან, ალბათ აღწერენ რა მოხდა აზოვსტალში და რა მოხდა კონკრეტულად ქუფარას თავს, რა გადახდა მას. აზოვსტალზე მძიმედ დაიჭრა და ბოლოს ვერტფრენით გადმოაფრინეს სასწაულით კიევში. აქაც არ ცდება პრეზიდენტი სააკაშვილი. საოცარი ისტორია გიორგი ქუფარაშვილის გადმოფრენა კიევში, კურნალობა, თავად ეს გზა, თავად ეს ოპერაცია, ასე ვიტყვი. და ასე შემდეგ. მორჩა და დაბრუნდა აზოვში, სადაც ანუ განიკურნა და დაბრუნდა აზოვში, სადაც დააწინაურეს პოლკოვნიკად და უმნიშვნელოვანესი პოლკის მეთაურად. წერს პრეზიდენტი სააკაშვილი. გიორგი არის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ოფიცრების ღირსეული მემკვიდრე და ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის უსწორესი აქცენტი, იმიტომ რომ ჩვენ წლების წინ და წლების განმავლობაში უცხოეთში გვყავდა სამხედრო ელიტა. აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, მაინც სამხედრო ელიტა, როცა გყავს და სამხედრო ელიტა უნდა ჩაიყენო საქართველოს
სამსახურში იქ მყოფი იდენტობით ქართველი, აი ბევრი წასული საგან გასულ წლებში, გასულ საუკუნეში განსაკუთრებით, წასული იდენტობით ქართველი არ იყო ჯონ ბალხას-შალიკაშვილი, არ იყო იდენტობით ქართველი მის დამიპატივისცემის გათვალისწინებით და მიუხედავად. მაგრამ ჩვენ გვყავდა სამხედრო ელიტა, რომელიც იდენტობით ქართველი იყო, რომელიც ხოდაშორის დაბრუნდა 1917-18 წლებში და მიიღო მონაწილეობა მანამდეც და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში მონაწილეობა არა მხოლოდ სადამფუძნებლო კრებას გულისხმობ, არამედ ზოგადად იმ ხანად საქართველოსკენ იყო, მათ შორის რუსეთში განათლება მიღებული სამხედრო ელიტის წარმომადგენლები და ჩვენ გვყავდა ისინი, რომლებიც წავიდნენ უკვე გასაბჭოების შემდეგ. და ბევრი ზოგი მათგანი დაბრუნდა, რომ ვიცოდეთ მაინც. ეხლა ნახეთ, რა წერს პრეზიდენტი სააკაშვილი, ამ ოფისებში შედიოდნენ პოლონეთისთვის მებრძოლი ქართველი გმირები, ეს საინტერესო ისტორია აღწერილი ბევრის მიერ. ესპანეთში უმნიშვნელოვანესი სარდალი გენერალი ამილახვარი, გასერჩეთ მაინც და ძალიან საინტერესო ცნობებს წაიკითხავთ ამ გენერლის თაობაზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში გენერალი შალიკაშვილი, უდაბნოს ქარიშხალი გეხსოვნება თქვენ, ესე ოპერაცია, რომლის ხელმძღვანელიც იყო ჯონ ბალხას-შალიკაშვილი და ახლა უკვე ქუფარაშვილი და მისი მრავალრიცხოვანი ქართველი თანამებრძოლები უკრაინაში. ქართველები პოლონეთში, ესპანეთში, ამერიკაში და უკრაინაში იბრძვიან იმიტომ, რომ მიაჩნიათ, რომ ის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის, ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია. მინდა უთხრა გიორგის და სხვებს, წინ გველოდება აფხაზეთი, ამ ნაწილში მე პრეზიდენტ სააკაშვილის ადგილას ცოტა თავშეკავებული ვიქნებოდი, იმიტომ რომ ეს შეიძლება ცოტა სხვაგვარად მოთარგმნოს, მათ შორის პროპაგანდამ და ასე შემდეგ, ამიტომ მე ამ ნაწილს პრეზიდენტ სააკაშვილს არ ვუწონებ და გადავახტები თქვენი სტებართვით. ბედნიერებაა, რომ გიორგი მარიუპოლში გადარჩა და ნამდვილ ლეგენდარულ ოფიცრად იქცა. სამწუხაროდ ჩემი დაცვის და ასე შემდეგ. და ამას წერს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეხლა ჩვენ ვილაპარაკეთ ელიტაზე, პოლიტიკურ ელიტაზე, რომელიც ეხლა გვყავს, როგორც გვყავს ისეთი, მათ ვერ ავწდებით, მათ ნაწილს, მოდი მაინც ასე ვიტყვი, თუმცა ზოგი მათგანი სამარგინალოა, აქვე დავსძენ, არ დავასახელებ თქვენი ნებართვით გვარებსა და სახელებს, რომლებმაც ბევრი შეცდომა დაუშვეს აქამდე და თუმცა თითოეულ მათგანს მაინც აქვს ერთგვარი პოლიტიკური რეინკარნაციის შესაძლებლობა თუ შანსი. ვილაპარაკებ ამ პოლიტიკურ 9 პარტიისაგან შემდგარ ალიანსზე და ამ სუბიექტების ლიდერებზე, მათ ვერ ავწდებით, მათ დიდ ნაწილს ყოველ შემთხვევაში ვერ ავწდებით. მე უკვე არჩევნებში ამ მრჩეველმა გამოარჩიოს. ჩვენ ვერ ავწდებით და კარგი იქნება თუ ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში, პარტიულში, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ თუ გებავთ მაინც და მაინც ეს სახელი თუ გაგიზიარებთ, მოვაცილოთ მოცემულ ეტაპზე, შემოვლენ დღევანდელი სინდისის დღევანდელი პატიმრები, ნაწილი, ახალგაზრდები მეტწილად, რომლებიც არიან ხმა სინდისი, ხმა საქართველოსი, ხო? რომლებმაც ბევრ ისეთ ამბავს და ეს აღსაწერია, დასაწერია, იქ ამბავს გაუძლეს მათ შორის შეთავაზებებს. დაწერენ ოდესმე თავადაც და სხვების დაწერენ მათზე თავდახრის თაობაზე შეთავაზებებს და გაუძლეს რა ისინი ჩაეწერდნენ ესე ვიტყვი 21 საუკუნის დისიდენტთა სიაში და მათზე ლეგენდებს მოყვებიან უკვე შემდგომი თაობები დარწმუნებული ვარ მზიაზე და არა მხოლოდ მზიაზე ანდროზე და არა მხოლოდ ანდროზე ზვიადზე და არა მხოლოდ ზვიადზე მეორე ანდროზე და არა მხოლოდ ანდროზე და ასე შემდეგ კიდევ ერთხელ გამოვარჩევ ლაკას ის პოლიტიკოსია მაინც სინდისის პატიმარიც არის რასაკვირველი და პოლიტპატიმარის პოლიტიკოსი პატიმარიც არის. აი ეხლა მე დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, კიდევ ვინ არის? ან ვინ შეიძლება იყოს ამ პროცესში და მე არა კონკრეტულად ქუფარაშვილი არ გეგონოთ. არა, მაგრამ ის სამხედრო ელიტა გამახსენდა, ის სამხედროები ან სამხედროების ნაწილი გამახსენდა, ვისაც მე ვიცნობ, ეგრა მაგის პასუხია ნაწილს და რომელიც ახლა მათ შორის საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის უკრაინაში და წინა ხაზია უკრაინაში აგე გიორგის ამხელა წარმატებისთვის მიუღწევია ის მესამე არმიის კორპუსის აზოვის მექანიზებული პოლკის მეთაურად დაუნიშნავთ და მარტო ქუფარაზე არ ვლაპარაკობ, მარტო გიორგიზე არ ვლაპარაკობ და არავითარ შემთხვევაში ეგრა მაგის პასუხია მანდით მამუკამდინარაძეს და მის სამსონებს რომ არ ეგონოს რომ აქ სახელმწიფო გადატრიალებაზე ან სამხედრო გადატრიალებაზე ვლაპარაკობ, არავითარ შემთხვევაში. მე უბრალოდ ვლაპარაკობ, რომ ჩვენთან ალბათ უნდა ჩამოყალიბდეს პატივცემული ან პატივსაცემი ადამიანების კარგი კონოტაციით კასტა, ჯგუფი, სამხედრო კასტა, კასტა ცუდი სიტყვაა, ჯგუფი, რომელიცაც პატივსცემთ და რომელიც იქნება ერთგვარი ორიენტირი და რომლებიც ფართო გაგებით პოლიტიკურ პროცესში
მონაწილეობას მიიღებენ. ზოგი მათგანი გაიხდის ფორმას, ან არ გაიხდის ფორმას და იქნება პარლამენტში ყოლია ჩვენ სამხედრო პირები პარლამენტში წინამოწვევის თუ წინამოწვევის პარლამენტში ყოლი აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც ფორმა გახდილები თუ ფორმა შენარჩუნებულები კარგები იმათზე უარესები, მაგრამ მაინც ჩვენ ყოლია პირები, რომლებიც სწორად მოქმედებდნენ და ან არასწორად მოქმედებდნენ, მაგრამ სამხედრო იდენტობა აქვთ. მათ გარდა ხო არ გულისხმობ, ესე იგი არ ვლაპარაკობ სამხედრო გადატრიალებაზე, მათ პოლიტიკურ პროცესში მათი ნაწილის მონაწილეობაზე საუბრობ, მათი, ვისაც ამის სურვილი, ჯანი ექნება, მათ შორის მაგალითად სამხედრო რეფორმა გასაკეთებელია ჩვენს ქვეყანაში უკეთესი და ბევრად უკეთესი თავდაცვის სისტემებია შესაქმნელი და ვინ თუ არა კუფარა, ვინ თუ არა მამულაშვილი, ვინ თუ არა გურაზბედიანი და სხვები უნდა მონაწილეობდნენ ამ პროცესში და სხვები ხა მე სამი გავიხსენე და ესეთი არის ათეულობით კი არა ასეულობით ის სამხედრო რომელიც ახლა იარაღით ხელში იბრძვის უკრაინის და შესაბამისად საქართველოს თავისუფლებისთვის ადრე თუ გვიან და უფრო ადრე ან უფრო საშუალოვადიერ პერსპექტივაში ომი უკრაინაში სრულდება. ეს ადამიანები უსაქმოდ არ დარჩებიან რასაკვირველია, მაგრამ მათი ნაწილი უთუოდ ჩამოვა და მოუნდება ყოველ შემთხვევაში დაბრუნება საქართველოში და მათ ალბათ უნდა მიიღონ კვლავ მეორე მშვიდობიანი ფორმებით, კვლავ მეორე აწონასწორებული ფორმებით პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ნაწილმა უნდა მიიღოს, მათ შორის ამ ხელისუფლების ხელისუფლებად წოდებული ბანდის დასრულების პროცესში მონაწილეობა, მათი ხმა, მათი ავტორიტეტული ხმა იქნება გადამწყვეტი ჩვენთვის, ან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მზიასი, ანდროსი თუ სხვების, ვიადისა და სხვების. რასაკვირველია. იქნება გადამწყვეტი, ჩვენ არ აყავს დასაკარგი შვილები, ამის თქმაც მინდა და ესეც მნიშვნელოვანი არის და ფართო გაგებით პოლიტიკურ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ. ეს არის ჩემი მოსაზრება, ამის თქმა მინდა თუ არა დამატებით არ ვიცი, არ მახსოვს, არ მახსენდება, რაც კი ჩაფიქრებული მქონდა პრინციპში ყველაფერი გითხარით. ხო, და რა ვიცი. ჩვენ ყველანი პოლიტიკურ პროცესში ვართ და ყველას თავისი მნიშვნელოვანი სიტყვა აქვს სათქმელი. გიორგი კუფარაშვილს, ამის თქმა მინდოდა რასაკვირველია, მივესალმები, ბოდიში კიდე მინდოდა ერთი და ამის თქმა, არ გულისხმობ მომავალ პოლიტიკურ პროცესში მხოლოდ იმ სამხედროების მონაწილეობას, რომლებიც ახლა არიან ქვეყნის პარკლებს გარეთ, მათ შორის არიან ევროპაშიც, ანუ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშიც არიან, შეერთებულ შტატებშიც არიან, მათაც უდასტურებს ცხადია პატივისცემას, გულისხმობ მათ შორის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დღეს მყოფ ჯანზე მყოფ აქტიურ ან თუნდაც ოდნავ პასიურ, მაგრამ პატრიოტ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრობას, ძალიან კვალიფიციურ ადამიანებს, ნაწილს მე ვიცნობ, ზოგით მათგანი ამოიცნობს კიდეც საკუთარ თავს, კი დასტურებთ პატივისცემას, ჩემო მეგობრებო, რომლებიც ნორმალურ და ორდინალურ ვითარებას ჩვენ მიუბრუნდებით ბიზნეს ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, უნდა იღებდნენ, ან უნდა მონაწილეობდნენ საფართო გაგებით საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, როგორც ავტორიტეტები ამათთან, ამ კუფარაშვილთან და არა მხოლოდ კუფარაშვილთან ერთად. ჩემი პატივისცემა, მაგალითად, რა შუაშია, ხო? გადავდივარ და გავაგზავნე. ჩვენ გვაქვს მაგალითად სამხედრო სასწავლებლები. მაგალითად კუფარაშვილისნაირი კაცი, ხო, ისე ასწავლიდა მაგალითად გორში, ხო? ისე ასწავლიდა, ისეთ ცოდნა, ისეთ პროგრამას დაწერდა, ისეთ ლექტორებს მოიწვევდა, ისე მართავდა სამხედრო სასწავლებელს, მაგალითად გორში და არა მხოლოდ, სხვაგანაც აქვს. ხო, რომ ესეც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა იქნებოდა. მე არ ვიცი ხა ვინ არის დღეს ამ თუ სხვა სასწავლებლების ხელმძღვანელობა, რექტორი თუ ლექტორები ვინ არიან, მათაც უდასტურებ პატივისცემას, მაგრამ კუფარა, ასნაირი კაცი, ან სხვების, მარტო გიორგიზე არ ვლაპარაკობ, სხვების შეუცვლელნი იქნებიან, ოღონდ ორდინალური ვითარება უნდა შეიქმნას და საქართველოს სამსახურში უნდა იყოს ყველა პატრიოტი და არ უნდა იყოს მარგინალიზებული, სწორედაც რომ პატრიოტი და ჯგუფები, რასაც აკეთებს ბიზინა ივანიშვილი, ანუ რუსეთი, რომელიც რუსეთიც და ბიზინა ივანიშვილიც ერთიც და მეორეც დამარცხდებიან. ნახვამდის.